ჩატარდა რეგიონთა ნაკრებების ტურნირი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოსაჩენად 2010 წელს დაბადებული ფეხბურთელები იღებდნენ ამ ტურნირში მონაწილეობას. პირველ ეტაპზე 13 რეგიონის ნაკრები იყო ჩართული, სადაც 20-მდე მწვრთნელი იღებდა მონაწილეობას სელექციაში და რუსთავში ფინალური ეტაპი, სადაც 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას, დასრულდა დღეს. გამოავლინეთ გამარჯვებული. დასკვნით ეტაპში, ფინალურ ეტაპში 4 ნაკრები იღებდა მონაწილეობას, დასავლეთის ნაკრები, აღმოსავლეთის ნაკრები და თბილისის 2 ნაკრები გუნდი, სადაც გამოირჩა ნიჭიერი ფეხბურთელები, საკმაოდ საინტერესო თამაშები გამოვიდა, ბიჭებისთვისაც, პატარა ფეხბურთელებისთვისაც ძალიან საინტერესო იყო და გამოცდილება შეიძინეს საკმაოდ დიდი, იყო ბევრი ემოციაც, სიხარულიც და ვფიქრობ, რომ საკმაოდ წარმატებული პროექტია, რაც ემსახურება ამ ტალანტების განვითარებას. შემდგომში ეს გამორჩეული ფეხბურთელები ფედერაციის აკადემიაში ჩაირიცხებიან და იქ განაგრძობენ განვითარებას და ასევე ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, ესწრებოდნენ თამაშებს, აკვირდებოდნენ, რომ სამომავლოდ მათთვისაც, ასე ვთქვათ, ინფორმაციული იყო ეს ტურნირი იმ კუთხით, რომ მომავალში სწორედ მათთან მოუწევთ ამ ნიჭიერ ფეხბურთელებს თამაში და საქართველოს დროშის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან რთული თამაში იყო ფინალის გამო და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ გამარჯვების შედეგი იყო, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და არც ერთი არ დავნებდით რა. დიდი მადლობა საერთოდ ფედერაციას ამ ყველაფრისთვის, გუნდსაც, მწვრთნელებსაც ყველას დიდი მადლობა. და ამ ტურნირმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ ამ ტურნირისთვის და ყველაფერი ჩავდით. მაგრამ პელებში წავაგეთ. დიდი გამოცდილება მივიღეთ. და რა ვიცი, ყველას წარმატებას უსურვებ საერთოდ ამ ტურნირზე ყველა ბავშვს და ყველა გუნდს. ნუ ერთი ნოს ვაგებდით და ძალიან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. და რა ვიცი. მაგრამ წავაგეთ სამწუხაროდ და რა უშავს. მომდენოში მოვიგებთ.